ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ჩვენ უნდა შევეხოთ ძალიან საინტერესო პიროვნების ისტორიას. და ეს პიროვნება უაღრესად საინტერესო გახლავთ სახარებაში ნათქვამი და ნახსენები მდიდარი ჭაბუკი, რომელიც მიდის მაცხოვართან შეკითხვით. მოძღვარო სახიერო რაი ვქმნე, რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო. მაცხოვარი პასუხობს, რატომ მიწოდებ მე სახიერს, არავინ არ სახიერ გარნა მხოლოი ღმერთი. ეს ცალკე გასახილველი თემა, ამას არ შევეხებით. აი ამის შემდეგ ეუბნება მაცხოვარი. მცნებები დაიცავი, თუ ცხოვრება გინდა. არა კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილის წამო. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა და სხვა. ეს ყოველივე დამიმარხავს სიყრმით შემიდგან, ამბობს ჭაბუკი. რის გამოც მაცხოვარმა შეიყვარა იგი, როგორც სხვა სახარებაშია ნათქვამი. მაგრამ როდესაც ბოლო უთხრა მაცხოვარმა, თუ სრული გინდა იყო, წადი და გაყიდე ყოველივე მონაგები შენი და შემომიდეკ მე. აი ამის გამო რო გაიგო ეს სიტყვები ამ ჭაბუკმა, უკუ იქცა, აღარ გაყვა მაცხოვარს. როგორც სავარაუდოა, დაკარგა კიდეც ღვთისასუფეველი. რატომ დაკარგა? ამას ჩვენ შეძლების დაგვარად შევეხებით. მაგრამ საინტერესო რატოა ეს კაცი? საინტერესო იმიტოა, რომ კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა. მაგრამ ამ თხრობაში ერთი შეხედვით, რაც ჩვენ ახლა მოვყევით, გაუგებარი არაფერია. რო ძნელად შევა სასუფეველში დიდარი, უადვილეს სარს აქლემსა ნემსის ყუნჩი გაძვრეს და ასე შემდეგ. გასაგები მორალია. მაგრამ საყურადღებო და საინტერესო რა მხრივ არის ეს კაცი? ეს ახალგაზრდა კაცი. როგორც ვთქვით, კარგად დაიწყო, ცუდად დაამთავრა. მაგრამ საინტერესო იმიტოა, რომ საერთოდ რატომ დაიწყო კარგად? რატომ დაიწყო ასეთი დიალოგი მაცხოვართან? და რატოა საინტერესო? იმიტომ რომ სათქმელი წესით მას არაფერი არ უნდა ქონოდა. ის სრულყოფილი კაცია. ეს მებაჟე ზაქე კი არ არის მდიდარი, რომ მოიხვეჭა ადამიანებს მოპარა, მოვიდა ჭკუას და ეხლა არიგებს თავის ქონებას. ესეც მდიდარია და ზაქეც მდიდარია მეზვერე. მაგრამ ერთი ცოდვილია, მეორე მართალი. ზაქეს მონანიება ჭირდება, მოინანია კიდე და ცხონდა. და ამას მონანიება არ ჭირდება არაფერში. თან ჭაბუკია, გამოუცდელია შეიძლება ვთქვათ. ცხოვრება გამოულელია ჯერ. ესე იგი, მართალი კაცია ეს კაცი. იმ პარამეტრებით, რაც ჩვენ გვესმის სიმართლე კაცისა, აი ამ კაცში შეიძლება დავინახოთ. პირველი, დამცველია დეკალოგისა. 10 მცნებას ზედმიწევნით იცავს კაცი. არა იპარო და ასე შემდეგ, ყველაფერი დაცული აქვს. ეხლა 10 მცნება არ არის ჩამოთვლილი, მაგრამ იგულისხმება, რომ ეს სიყრმიდანვე დაცული აქვს ეს ყოველივე. ეს დაცულია და მიდიხარ ეკითხები, როგორ ვცხონდე? რაღაც ცხონება გინდა შენ?
ეს პირველი, ანუ რჯულის კუთხით, როგორც დღევანდელ დღეს, რა უნდა გააკეთო ეს და მარხვა დაიცვა და ყველაფერი გაკეთებული აქვს ამ კაცს. უბრალოდ არ გაკეთებული აქვს ის ცუდი. ეს ყველა დაცულია. ანუ პირველი კატეგორიით უმაღლეს დონეზე იმყოფება სიმართლისა. ღვთის წინაშე. შედეგად ამ სიმართლისა მას მიეცა სიმდიდრე. სიმდიდრე ითვლებოდა ებრაელებში და დღესაც ითვლება ღვთის წყალობად. როგორც ხანდახან ჩვენს ამ იუდეველურ ჭკუაზე გადავდივართ ხოლმე. ღვთის წყალობა ებრაელებს და შემდგომ კალვინისტებსაც მე-16 საუკუნეში ეგონათ, რომ რამდენადაც ჯანმრთელი ხარ, რამდენადაც მდიდარი ხარ, ღვთის მოცაწონი ხარ. ღმერთის წყალობაა შენზე. თუ უძლური ხარ, ავადმყოფი თუ ხარ და ღარიბი, ხელმოკლე, მაშინ ღვთის წყალობა შენზე არ არის. და ამის მაგალითები ძველათბაში ძალიან ბევრია. ესე იგი, ყველანაირად შემკობილი კაცი, ღვთის მადიდებელი, დამცველი რჯულისა, ამის შედეგად ის ფიქრობს, როგორც ყველა ებრაელი ფიქრობდა, მე მაქვს გადმოცემული სიმდიდრე. ზაქეს მსგავსად არა, ალბათ წინაპრებისგან, მამაპაპებისაგან გადმოცემული, იმიტომ რომ ჭაბუკია სად უნდა მოესწრო ახლა, ალბათ მილიონების შოვნაზეა საუბარი. თვითონ ვერ მოასწრებდა. მთელი მოდგმა მათი არის მართალი მოდგმა, ასე თვლის ეს კაცი. და მესამე კატეგორია, ესე იგი მართალია ღვთის წინაშე, მდიდარია შედეგად, იმიტომ რომ ღვთის წინაშე მართალია და ღვთის წყალობა აქვს. და მესამე, ახალგაზრდა კაცი ხარ. ძალ ღონით სავსე პერსპექტიული კაცი. აი რა დროს ეს ფიქრია, ახალგაზრდები ახლა ჭაბუკები, თან ღვთის წინაშე მართალი ხალხი, თან მდიდარი ხალხი, ჭაბუკი, დაახლოებით შეიძლება ვთქვათ 18 არ არის დასახელებული, 20 წლის ავიღოთ. ეხლა მაგის დრო გაქვს შენ რომ არ ყვიო, როგორ გადავრჩეო? სხვა საქმე შენ არა გაქვს, წადი გაერთე, კაი გაგებით გაერთე. ღვთის რჯული დაიცავი უფრო მეტად. ის გააფართოვე შენი ბიზნესი თუ ბიზნესმენი იყავი. ეს ფული რო გაქვს ამდენი. რა შეკითხვა გებადება ამ ახალგაზრდა კაცს ყველანაირად შემკობილს? რა გავაკეთო? რაითაც ცხოვრება ის საუკუნოი დავიმკვიდრო. აიმიტოა საინტერესო კაცი ეს კაცი. სამი კატეგორიის თანახმად, მართალი, მდიდარი, ახალგაზრდა. და მიდის შეკითხვით. რატო მიდის შეკითხვით? რა აწუხებს ამ კაცს? ამას ფილოსოფიაში ეწოდება ეგზისტენციალური კრიზისი. ანუ თანამედროვე ქართულით რო ვთქვათ, ყოფიერების კრიზისი. რისთვის ვარ, ან რატო ვარ? ან რომ მაქვს, სადამდე მექნება ეს? სხვაგვარად რო ვთქვათ, მარადისობაში ამ ყველაფერს მე, რაც მაქვს, წავიღებ თუ არა? აი ეს ადარდებს, იმიტომ ამთავრებს ცუდად. როგორ კარგად დაიწყო, თქვით? როგორი ჭკვიანი კაცი იქნებოდა ეს კაცი? მოხუცებს არა აქვთ ჭკუა ხშირად. და ეს 20 წლის კაცი მიდის როგორი ეგზისტენციალური კითხვით. შემკობილი, გამშვენებული სათნოებებით.
და უნდა გარანტი ამ კაცს, ამ ჭაბუკს მაცხოვრისგან მიიღოს, რომ ეს რაც მე დავიუნჯე, ეს ხომ მე გამყვება აუცილებლად. ესე ტყუილად ხო არა ვარ ასეთი მდიდარი. და აი აქ უკვე იჭედება. მაცხოვარი ეუბნება. აი მაცხოვარს რო ეთქვა, ძალიან კარგია, გამრავლე შენი სიმდიდრე. განაგძე ასეთი ცხოვრება ღვთისმოსაობით. აი ესე რო ეთქვა, მაშინ დაკმაყოფილდებოდა, ან კიდე სხვა მცნება მიეცა რაღაცა ისეთი, რომელიც გარანტი იქნებოდა ამ სიმდიდრის შენარჩუნებისა. მაგრამ ეს ხდება, რომ ჩემი სიკვდილით ეს ვის უნდა დარჩეს ამდენი ყველაფერი. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს მაშინ? მე მომეცი შენ ისეთი რამ, რომ ეს ყველაფერი გამყვეს მე. და მაცხოვარი იმას უნგრევს, იმ შენობას, რაც აიშენა თავის ჭკუაში, და ამიტომაც შორდება ეს კაცი. რას ეუბნება? გაყიდე ეს რაც შენ გაქვს, დაურიგე და წამოდი შენ ჩემთან. რატო ეუბნება მაცხოვარი? სიმდიდრეა ცუდი? ხა შემოუაროთ ყველას და აი მდიდარი რო ხარ, ცუდი კაცი ხარო, სწორია ეხლა ეს მიდგომა სწორია, ქრისტიანული არ არის. ფულის ქონა კი არ არის უბედურება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კაცი, ეს ჭაბუკი იყო კერძთა ყვანისმცემელი. აი ამიტოა მისი უბედურება. ღმერთს ეთაყვანებოდა იმიტომ და მცნებებს იმიტომაც იცავდა, რომ ღმერთი კი არ სამდა სინამდვილეში. სიმდიდრის შენარჩუნების გამო. სიმდიდრე იყო მისი კერპი, მისი ღმერთი, ღმერთის ნაცვალი. ამიტომაც უნგრევს და უმსხვრევს მაცხოვარი ამას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სიმდიდრე კი არ არის თავისთავად დამღუპველი. ამას უკლებლივ ყველა მართლმადიდებელი მოძღვარი ლაბარაკობს. არამედ ამ კაცის ან ჩვენი არასწორი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი. შეიძლება 10 ლარი გქონდეს და ეს იყოს შენი კერპი. შეიძლება მილიონობით გქონდეს და კერპი არ იყოს შენი. აი ამ კაცის შემთხვევაში იყო გაკერპებული ეს ყოველივე. ამიტომაც ეუბნება, გათავისუფლდი ამისგან. ეს ღმერთი შენ არ გიშველის. შენ რო იცავ და მართალი ხარ ღვთის რჯულს, ეს არ გიშველის. დრო შეპყრობილი ხარ შენ, სრულ ღმერთით ახარ შეპყრობილი. ხოლო კერძთა ყვანისმცემელი კაცი ვერ ცხონდება. და სიმდიდრეს წმინდა მოძღვარნი, მაგალითად იოანეს სინელი, ან კიდე სხვანი, ქონებას თავისთავად დამოკიდებულებას არასწორს ქონებისადმი ადამიანისა უწოდებენ კერძთა ყვანისმცემლობას. ვერცხლის მოყვარებაი კერძთა ყვანისმცემლობაი არს. ძველ ქართულში ასია. კერპი იყო მისი. აი როგორ კარგად დაიწყო, როგორ თქვით. და როგორ გაუკუღმართებულად ამთავრებს. არ აწყობს მაცხოვრის პასუხი. რაში ჭირდება? ჭკვიანი კაცია, ბიზნესმენი კაცია, ღვთისმოსავი კაცია. ეუბნება დატოვე, არ არის ეს მნიშვნელოვანი. შენ თუ ღმერთი გინდა დატოვე, არ იყოს დამოკიდებული გული შენზე, შენი ამ ყველაფერზე. ეს აღარ აწყობს, იმიტომ რომ მისი ღმერთი ფული იყო. და გარანტი მაცხოვრისგან ვერ მიიღო. სხვა ღმერთს ეუბნებოდა მაცხოვარი. სხვა ღმერთია შენი მაცხოვარი და მაცხოვრებელი და არა ფული, რომელიც შენ გგონია. ამიტომაც კაცი დაშორდა და დარჩა იმავე კერპის მსახურებაში
რაც მანამდე იყო მის ცხოვრებაში აქტუალური. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა ყველას გული გონიერი, ჯვარი გეწეროთ, იცოცხლეთ.